მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია ბიზბადენის პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის აკადემიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ლალი ბადრიძე. მოგესალმებით ლალი და მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. გამარჯობა, მიხარია თქვენთან სტუმრობა ყოველთვის. იმიტომ რომ განსაკუთრებული სიტუაცია და განსაკუთრებული ატმოსფეროა. მე მგონი თქვენ ხართ ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც ყველაზე კარგად ამართლებთ ამ სათაურს, პოზიტიური ფსიქოთერაპიის და ფსიქოლოგიის წარმომადგენელი, ტრანსკულტურული. თქვენი პოზიტიურობით, თქვენი სიკეთით და აი იმ საქმიანობით, რასაც ეწევით. მე მგონია, რომ წარდგინება არც გჭირდებათ მაყურებელთან, მაგრამ მაინც არ შემეძლია არ აღვნიშნო ეს თქვენი რაღაც ღვაწლი, რომელიც საკმაოდ დიდია ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა. მადლობა და დღევანდელი საუბრის თემა შეეხება ურთიერთობებს. ადამიანი არის არსება, რომელსაც ურთიერთობის გარეშე არ შეუძლია. მასაც კი, ვინც არის მარტოსული ერთი შეხედვით, ჩაკეტილი, ჯავშანიაცვია და სადღაც თავისთვის კუთხეში ზის, მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა. ურთიერთობა შეიძლება იწყება საკუთარი თავიდან მუსლად ყოფნის დროს ჭიპლარით არის დედასთან, მერე სამყაროსთან, მერე მამასთან, ნელ-ნელა შემოდიან აქტორები ჩვენ ცხოვრებაში და ურთიერთობა ხილულთან და უხილავთან. ნებისმიერ ვინმესთან ან რამესთან შესაძლებელია ურთიერთობა და ადამიანისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ მოდით ვისაუბროთ ურთიერთობებზე და აი როგორ წავიყვანთ ამას ხა გამოჩნდება. ნახოთ რა გამოვა. ზუსტად ეგ მიყვარს მარის შენთან, რომ წინასწარ დაგეგმილი რო არ არის და მივყვებით დინებას. საითაც წაგვიყვანს, იქით მივდივართ და ძალიან კარგად დაიწყე ეს ურთიერთობების თემა. და ნუ იცი მე ამ მიმართულებით მუშაობ ძირითადად და როდესაც ადამიანები მოდიან ხოლმე და რატომ მოდიან ჩვენთან ადამიანები ხო? იმიტომ რომ არ მოწონთ ის ცხოვრება, სადაც არიან და უნდა ცხოვრების შეცვლა. და ცხოვრების შეცვლა ხა ადექი და უცებ შეცვალე, ესეთი მარტივი არ არის. და მე ვთავაზობ ხოლმე ესეთ ვარიანტს, რომ ძირითადად ჩვენი ცხოვრება ურთიერთობებისგან შედგება, ბუნებრივია და სამი მიმართულებით რო განვიხილოთ ეს ურთიერთობები. ანუ რა ჩვენ თქვი ეს ურთიერთობა სამყაროსთან, ურთიერთობა საკუთარ თავთან, ურთიერთობა არა მარტო საკუთარ თავთან, გარშემომყოფებთან, ახლობლებთან, ოჯახთან, მეგობრებთან და ურთიერთობა საქმესთან. რა დამოკიდებულება მაქვს მე თვითოულ ამასთან და როდესაც აღმოაჩენ რომ სად გინდა რომ შეცვალო ეს შენი ცხოვრება, რომელ სფეროში, რომელია შენთვის მნიშვნელოვანი, მაშინ ვიწყებთ მუშაობას იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია და სადაც გინდა რომ ცოტა სხვანაირი იყოს ურთიერთობა. თუმცა რა თქმა უნდა, ურთიერთობა საიდან იწყება, ხო? მე და ჩემი ურთიერთობები რაღაც სამკუთხედი გამოგივიდათ, ლალი, ხო? რაღაცა თქვენ რომბი გიყვართ და მე შემოყვარეთ ეს რომბი და ძალიან კარგად ვიყენებ ცოტა ტრანსფორმირებულად ამ რომბს. მაგრამ აი მე და ჩემი ურთიერთობები განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს, ჩემი ცხოვრების ხარისხს, ადამიანის ძალიან დიდი კავშირი აქვს მენტალურ ჯანმრთელობასთან. რა თქმა უნდა, ძალით და ძალადობით არაფერი არ გამოვა, არც მეგობრობა, არც ურთიერთობა და არც და ანიძულებით, მაგრამ როგორ მოვახერხოთ, რომ ისეთი ურთიერთობა დავამყაროთ სამყაროსთან, ადამიანურ სამყაროსთან თუ რა ვიცი, იგივე ნებისმიერ ასევე ეცით ღირებულებებთან, ჩვენ მუდამ ურთიერთობებში ვართ. როგორ დავამყაროთ, რომ არათუ დავზიანდეთ, არამედ პირიქით ეს ურთიერთობა იყოს ჩვენთვის შემავსებელი და გამამთლიანებელი. ბევრი ურთიერთობა აზიანებს. ეხლა ჩვენ აქ შეიძლება გავყვეთ, არის ტოქსიკური ურთიერთობები, არის დამაზიანებელი. ბევრი აზიანებს, მაგრამ ბევრი პირიქით ამთლიანებს. ხო, პირველ რიგში ალბათ ურთიერთობა საკუთარ თავთან. პირველ რიგში ვიცოდე ვინ ვარ მე. რა მინდა, რატომ მოვედი ამ ქვეყნად საერთოდ და ადამიანებმა უმეტესად ვიცით რა არ გვინდა, რა გვინდა ძალიან იშვიათად ვიცით და აი ჩვენი თავის სიყვარული არ ვიცით. თუმცა რას გადაგებს ხო? ჩვენი რელიგიაც რო გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ესე იგი ჯერ შენი თავი უნდა გიყვარდეს
პირველ რიგში და რატომღაც ეს დაგვავიწყდა და რაღაც სხვანაირად მივიღეთ რომ შენი თავი თუ გიყვარდა ჩვენ თაობაში განსაკუთრებით ითვლებოდა რომ თავი ბოლოს ჯერ ყველა და მერე სხვა ყველა დანარჩენი თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი თუ შენი თავი არ გიყვარს სხვას ვერ შეიყვარებ ხშირად პირიდან ამოსდის ადამიანს ყევლა კრულვა გინება გაუთავებელი განკითხვა და ვინ ზიანდება და თვითონ საკუთარი თავი ვინც ამას გამოუშვებს პირიდან იმიტომ რომ პირიდან ამოგდის ალბათ ის რაც ფიქრობ და რაც შიგნით გაქვს ხომ და აი აქედან გამომდინარე მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი თვითეკოლოგიას საკუთარ თავზე ზრუნვას და მე აქ ვიტყოდი ლალი ძოგს საკუთარ თავზე ზრუნვა ესმის რომ თქვათ ყველაფერი მე არა ეს ნიშნავს იმას რომ ჩემი აზრით რომ სიკეთით გაივსო და კეთილად უყურო ამ სამყაროს და როგორც სიკეთე და განკითხვის გარეშე განიხილო შეიძლება ადამიანმა ანალიზი გააკეთოს და აი ეს სიკეთე აუცილებლად სიკეთედ ბრუნდება და შური რაღაცა ბრაზი ესეც ისეთი ძიმე ენერგიაა რომ ეს აუცილებლად დაბრუნდება დამაზიანებლად და ამიტომ პოზიტიური და პოზიტივი ეგ არის სწორედ რომ ადამიანმა აირჩიოს თავის თავი და რაც არ გინდა სხვამ გაგიკეთოს ის არც უსურვო და არც გაუკეთოს სხვას და აი მე ერთ სამკუთხედზე მინდა გითხრათ რომელიც არის თვითზრუნვაში ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის საკუთარ თავთან ურთიერთობის დროს ჩვენ გვავიწყდება რომ ყვება ძილი და მოძრაობა ან ვარჯიში ან სიარული ფეხით არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის მაგაზე ერთი ძალიან საინტერესო ფიქრობდი ამას წინათ მაგაზე ზუსტად და რა განსხვავებაა ზუსტად ეს ძილია ყვება საქმეა ხო მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ ახლა ჭამის დროს ფიქრობთ რომ ვაიმე როგორი დაღლილი ვარ მეძინება ძილის დროს ფიქრობ სამსახურზე იქ საქმეები როგორ ამაკ სამსახურში როცა ვარ ფიქრობ დასვენება მინდა ან მშია ნახე ძილი არ არის ყვება არ არის და საქმე არ არის იმიტომ რომ ერთდროულად ორ ადგილას ვერ იქნები და ჩვენ რას ვაკეთებთ ზუსტად ამას ძილი უნდა იყოს ძილი ყვება უნდა იყოს ყვება და საქმე უნდა იყოს საქმე ანუ რასაც ვაკეთებ იქ ვიყო აი ამას თუ მოვახერხებ უკვე ვახერხებ რომ საკუთარ თავთან დავბრუნდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზუსტად ეგ ხო აქ და აქ ყოფნა და აი შეხედულებებთან დაკავშირებით გამახსენდა ერთი ძალიან საინტერესო ბუდისტური იგავია ბუდისტი ბერი რომელსაც ყავს მოსწავლეები ერთ-ერთ გაკვეთილს უსტარებს ამ მოსწავლეებს და შემოუსხდებიან გარშემო აიღებს ქაღალდის თეთრ ფურცელს და აიღებს კალამს ჩააწობს მელანში და უჭირავს ხელში ეს კალამი და უყურებს ამ კალმის წვეროს ესე უყურებს ეს დანარჩენებიც უყურებენ და ეს მელანი მოგეხსენება ხა გროვდება ერთ ადგილას მე ეს წვეთი ეცემა ფურცელზე ამ თეთრ ფურცელზე და ეკითხება მოსწავლეებს რომ რას ხედავთო ზოგმა ეს მიამგვანა ეს ლაქა ვეფს ზოგმა თქვა ღრუბელს გავსო ზოგმა თქვა რაღაც ყვავილს გავსო უსმინა ადგა ისე რომ ხმარა მოუღია დატოვა და დაღონებული გავიდა მოსწავლეები ვერ მიხვდნენ რაში იყო საქმე და მეორე დღეს როდესაც მივიდნენ მოძღვართან კითხეს რომ კი მარაო რამ დაგაღონაო ჩვენო ვერ გამოვიცანითო რას გავდაო ეს ლაქაო და მან უთხრა მე დამაღონა იმან რომ თქვენ ვერც ერთმა ვერ დაინახეთ ის დიდი თეთრი ფურცელიო და ყველამ შეამჩნიეთ ეს პაწაწინა ლაქაო ეს მეტყველებს იმაზე რომ გონება შეზღუდული გაქვთ ბარიერებს უფრო ხედავთ წინააღმდეგობებს და პრობლემებს ვიდრე იმ დანარჩენ ამ ხელა სივრცესო ხო აი შესაძლებლობებსო აი ზუსტად ეგ არის ხო რომ ადამიანები შესაძლებლობებს უფრო ვერ ხედავთ მაგრამ წინააღმდეგობას ძალიან კარგად ხედავთ როცა იმდენი შესაძლებლობა არსებობს ჩემთვის მამაო ჩვენო არის მთელი ფსიქოლოგია ყველაფერს მოიცავს თავის თავში ერთ-ერთი აი მე როგორც ვცხოვრობ და დიდი ხანი არ არის ესე ვცხოვრობ ძალიან ბევრი ცხოვრების დიდი ნაწილი სხვანაირად ვიცხოვრე და მე მივხვდი რომ აი თუ კარგად გაიაზრებ ამ ლოცვას ყველაფერია იქ მოცემული და ერთი მომენტი იყავნება შენი მე მივიღე ეს
იყავნება შენი. მე ვფიქრობ, რომ სამი გზა არის ის, რითიც ღმერთი გვეუბნება, რომ მე აქ ვარ. თავარია შენ დაინახო და ეს არის შემთხვევა. ერთი, როდესაც რაღაცა გემართება ისეთი, რომ ახსნა არა აქვს და ფიქრობ, რომ რატო დამემართა. უბრალოდ ელემენტარული რო ავიღოთ, მიდიხარ მანქანით და მანქანის საბურავი დაეშვა. და ამბობ, რატო დამეშვა, რატო არა? იმიტომ დაგეშვა, რომ შემდეგ საჯვარედინზე შენ შეიძლება ისეთი რამ გელოდებოდა. შეიძლება არა, აუცილებლად გელოდებოდა და გადაგარჩინა, გიცავს. მეორე, როცა ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც არ შეესაბამება ღმერთის რა ვქო, ღმერთის არსებობას და საერთოდ არ არის თავსებადი, ხო, ღმერთთან და მაგ დროს სულ ბუქად გაფრთხილებს და გეუბნება, რომ შენ რაღაცა არასწორად გააკეთე და მიხვდი, რომ ეს შეცვალო. და მესამე ძლიერი ადამიანი ხარ, მაგრამ შეგიძლია კიდევ უფრო გაძლიერდე, კიდევ უფრო წინ წახვიდე და გიგზავნის განსაცდელს. შენ როდესაც ამ განსაცდელს გადალახავ და გაკვეთილს მიიღებ, ბევრად უფრო ძლიერი გამოდიხარ და ბევრად უფრო წინ მიდიხარ, ვიდრე იყავი და თუ შენ აი ამის დანახვა შეგიძლია, მეტირადა დასტურება გინდა. და აი ზუსტად ეს სამყაროსთან ურთიერთობა, მე მგონია, რომ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს გავიგოთ. მივენდოთ სამყაროს და როცა ენდობი სამყაროს, ისიც გენდობა. და კარგად იცი, როდესაც ერთი და იგივე რამე ხდება შენ ცხოვრებაში, ერთნაირი ტოქსიკური ადამიანი ხდება, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ შენ იწვევ. შენი დამოკიდებულება, ხო? როდესაც შენ ცვლი დამოკიდებულებას აღარ გჭირდება ეს განსაცდელი, აღარ გჭირდება ეს გამოცდა და გადადიხარ შემდეგ საფეხურზე. უფრო წინ მიდიხარ და უფრო ვითარდები. და როდესაც ამას იგებ, ცხოვრებით ტკბობას როდის იწყებ. და ძალიან საინტერესო ისტორია შემხვდა ამას წინათ. როკფელერის ისტორია, რომელიც იყო ჯორჯ დევიდსონ თუ ჯონ დევიდსონ როკფელერი თუ არ ვწდები, რომელიც 21 წლის ასაკში ნავთობის მაგნატი იყო უკვე, 31 წლის ამერიკის ნავთობის ნავთობის მარაგს ფლობდა და იყო უმდიდრესი ადამიანი. და მთელი ცხოვრება რას აკეთებდა? სიმდიდრეს აგროვებდა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო. 53 წლის ასაკში დაუდგინეს სასიკვდილო დიაგნოზი და უთხრეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა გამოვიყენოთ, 1 წელი გაქვს სიცოცხლის დარჩენილიო. და რა მოხდა? მას დაეწყო თმების ცვენა, ფაფის გარდა ვერაფერს ვერ ჭამდა, ვერც ირგებდა, არც ეძინა, ვერც მუშაობდა, ტკივილები აწუხებდა და უცებ მიხვდა, რომ თურმე ფული არაფერი არ არის და გადაწყვიტა, რომ თავისი ქონება ქველმოქმედებისკენ მიემართა. და დაიწყო ფულის დაბანდება კვლევებში, ფაქტიურად კიბოზე კვლევები და ეს დიდი რეფორმები მაშინ დაიწყო ამასთან დაკავშირებით, როდესაც მან ეს ფული დააბანდა ამ საქმეში. და მართლაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა, ქველმოქმედებაში ჩაერთო, ამ დაავადებების მკურნალობაში გახსნა უფასო საავადმყოფოები, უფასო მკურნალობები და რა მოხდა? 80 წლამდე თუ 85 წლამდე ძალიან ბედნიერად იცხოვრა. მისი ქონება დღეს რაღაც 450 მილიარდია თუ არ ვწდები და დღესაც ხმარდება აი ამ კეთილ საქმეს. მან თქვა, რომ ცხოვრების 50 წელიო ფულის შეგროვებას მოვანდომეო და მეორე ნახევარი ცხოვრებასო. ანუ ცხოვრება რა არის? რაც დავაგროვე, არ არის ლაპარაკი მარტო ფულზე, ხო? გაცემა, რა თქმა უნდა. გაცემა. მარტო როცა იღებ, ბალანსი ირღვევა სამყაროსთან. ბალანსი მოგეხსენება ჩემი საყვარელი სიტყვა და პოზიტიური ფსიქოთერაპიაში ბალანსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ზუსტად და პოზიტიური ფსიქოთერაპიაში კი არა, ბალანსი ცხოვრებაში საერთოდ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მარტო როცა ითხოვ და ყველაფერი გინდა, რომ შეგისრულდეს ეს, კონდეს ის, კონდეს ეს, მიიღო ის და შენ არაფერს არ გასცემ, რა თქმა უნდა არ არის მართალი და ერთჩვენიერ დღესაც ეს ყველაფერი იცვლება. ამიტომ მიიღე, გაეცი კიდევაც. გაცემა არის უნდა რა თქმა უნდა, აქაც ბალანსი უნდა იყოს. მარტო თუ გასცემ და არ იღებ და ჩვენ ესე გაგვზარდეს, ხო? საბჭოთა დროს განსაკუთრებით რომ რაღაცის სურვილი და რაღაცა რომ გინდოდა, სწორი არ იყო.
მარტო უნდა გაეცა, მარტო უნდა სხვებს მომსახურებოდი, არა, ჩემო ძვირფასებო. გაცემაც და მიღებაც, ზომიერება. სხვათა შორის თქვენ როდესაც საუბრობდით ზოგადად აი ამ თემაზე, იგივე გაცემაზე და იგივე მიღებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა საზომი იცოდეს ზოგადად. საზომი არის ზომიერება, რომელიც იმდენი თუ გაეცი, რომ მთელი ცხოვრება მაგას დაარდობ ან ამადლე ადამიანს, ამ შემთხვევაში ის გაცემულს თითქოს ფასიც აღარ აქვს, ხო? ანუ რაღაცა ალბათ იმას ვეჭიდებით, რაც შეგვიძლია და ერთი ელემენტი იყო ესეთი თქვენ ბრძანეთ, რომ აი სულ ტოქსიკურ ურთიერთობაში როცა ადამიანი, ვთქვათ, როდესაც ადამიანს უმეორდება ისტორიები, ერთი და იგივე მსგავსი ისტორიები მეორდება მის ცხოვრებაში, ამას ახლა ვთქვათ სცენარის თეორია ქვია და ველის თეორია ფსიქოლოგიაში, მაგრამ ადამიანი დაფიქრდეს, რომ ამ ურთიერთობაში და ამ ამბავში მთავარი აქტორი თვითონ არის. ის რომ ვიღაცები ხვდებიან მსგავსი ისტორიებით, ამ მსგავსი ტიპები. თითქოს ის იზიდავს ამას და რითი იზიდავს, ეს უნდა გამოიკვლიოს ალბათ და აი როგორ ხდება, ლალი, თქვენ როგორ ახერხებთ თქვენთან მოსული ადამიანების კონფლიქტების მოგვარებას, იმიტომ რომ ურთიერთობა და კონფლიქტი არის თანმდები. კონფლიქტი არ არის სუდის სიტყვა, ეს არის შესაძლებლობა, ხო რაღაცის. გააჩნია კონფლიქტი თუ გადაიზარდა კატასტროფაში, იქ შეიძლება მოხდეს რაიმე ძალიან ნეგატიური, მაგრამ ზოგადად ბალანსის წყობრიდან გამოსვლა ამოწმებს კიდევაც ეს ტესტიც არის, რამდენად შეძლებს ეს სისტემა დაიბრუნოს თავისი, ან გადავიდეს უკეთეს დონეზე. და აი თქვენ მაგალითად თქვენთან წყვილები დადიან, როგორც ვიცი, და ძირითადად რა პრობლემებით მოდიან ეს ადამიანები? აი ზუსტად კონფლიქტი, როგორც შენახსენე, როცა კონფლიქტია, ესე იგი ამ ურთიერთობის გადარჩენის შესაძლებლობა არსებობს. აი როცა კონფლიქტი აღარ არის, როცა სულ ერთი ხდება ყველაფერი და როცა ერთმანეთზე აღარც ბრაზდები, აღარც ღიზიანდები და აღარც ემოცია გაქვს, იქ დამთავრებულია. და როცა მოდიან ადამიანები, რა ძირითადი პრობლემა რა არის? ერთმანეთის არ მოსმენა. როდესაც ერთმანეთს არ ვუსმენთ და ძალიან ხშირად გონია რომ უსმენთ, მაგრამ უსმენთ სხვადასხვანაირად, ხო? დღეში კვლევა ჩატარდა ძალიან საინტერესო და ძალიან 60 წლიანი კვლევა იყო, წყვილებს როცა აკვირდებოდნენ და აღმოაჩინეს, რომ თუ დღეში 15 წუთი, სულ 15 წუთი წყვილს შეუძლია რომ ერთმანეთს მოусმინოს, ოღონდ როგორ მოусმინოს, იცი, გულის ყურით მოусმინოს. ისე მოусმინოს, რომ დაინტერესებული იყოს და არა ისე, რომ როცა უბრალოდ ეთანხმე, კი, ხო, გავიგე, არ უნდა, სიტყვები არაფერს არ ამბობს ძალიან ხშირად და ძალიან მნიშვნელოვანია გვაინტერესებდეს ერთმანეთი, ერთმანეთის საქმეები გვაინტერესებდეს. როდესაც ინტერესი არ არის, იქ მოგეხსენება, უკვე სხვაგან მივდივარ და სიყვარულის ცნობილი, ყველაზე ცნობილი თეორია სიყვარულის შესახებ ამბობს, რომ როდის არის ადამიანებს შორის ეს ურთიერთგაგება და სიყვარული და აი ამ წყვილთან ვამოწმებთ ხოლმე ამას, როცა ამ სამიდან პირველი ეს არის ტოლვა ერთმანეთის მიმართ, მეორე ეს არის მიღება ერთმანეთის ისეთი როგორიც არის, ვიღებ ისეც, არ მინდა მისი შეცვლა, ისიც მიღებს ისეც როგორიც ვარ, ვენდობი და მენდობა. და მესამე, როდესაც გვაქვს საერთო ინტერესები და საერთო მიზანი. და ეს უნდა იყოს ორმხრივი. თუ რომელიმე მხრიდან ერთ-ერთი პუნქტი აქედან დარღვეულია, აი მუშაობთ ზუსტად იმაზე, რომ გავარკვიოთ, რომ რა გვიშლის ხელს. აი გონიათ ხოლმე, რომ ეჭვიანობა უყვარს და ეჭვიანობსო, არა ჩემო კარგებო. უყვარს და ეჭვიანობს არ არსებობს. ერთი ისტორია მახსენდება ამაზე ყოველთვის. კაცს ყავდა მტრედი გამოყვანილი გალიაში. და პატარა ბიჭი მივიდა და ეკითხება, რომ გაუშვიო მტრედიო, რატო არ უშვებო და იმიტომ რომ მიყვარსო და მინდაო რომ ჩემთან იყოსო და მასო უყვარხარო? ბავშვმა კითხა, კიო, მასაც უყვარვარო. მე გაუშვიო და რო გაფრინდესო აღარ დაბრუნდებაო და თუ არ დაბრუნდა, ესე იგი არ უყვარო ხარო და თუ გიყვარსო, მაშინ თავისუფლება უნდა მისცეო. აი აპრიორში მე ესე მგონია, რომ აი ეს სიყვარული თავისუფლებას მოიცავს თავის თავში, თავისუფლება უნდა მისცე ადამიანს. თუ არ ენდობი, თუ მის ყოველნაბიჯს ამოწმებ, ეგ ურთიერთობას აი ანგრევს საოცრად და
თუ ძალით იაჩერებ ადამიანს, ძალით გაჩერებული მოგეხსენებათ არაფერი არ ვარგა. და ისიც რომ დგახარ, მე ამაზე ლაპარაკობ, ერთმა მეგობარმა ეს მითხრა, მეორემ ის მითხრა და აღმოჩნდება, რომ შენი აზრი გეკარგება. უბრალოდ სხვების აზრს ისმენ და მე ლაპარაკობენ, რომ აი ამან რო თქვა ეს და მაგაზე ერთი ძალიან საინტერესო იაპონური თქმულება ზღაპარია, ესეთი ხარი ნამუშევარი მინდის ბაგაჟში. დაღლილია დაკანწული და ისვენებს. ფისო მივა და ეუბნება რა მოგივიდაო და ძალიან ბევრი მუშავე და დაღლილი ვარო და იქნებო ხვალ დავისვენაო. ფისო წამოვიდა და შეხვდა ცხენი. ხარიო ისეთი დაღლილიაო რომ ხვალო მუშაობას არ აპირებსო. ცხენს შეხვდა ძაღლი და გაიგეო ხარიო ისეთი დაღლილი ყოფილაო და ეს პატრონი თურმე ისე დღეში აგდებსო რომ საერთოდ აღარ უნდა მუშაობაო. ძაღლს შეხვდა ცხვარი. გაიგეო, ხარიო ისეთი დაღლილი ყოფილა, საერთოდ არც მუშაობას აპირებსო. ეს პატრონიო ისე დღეში აგდებს და საერთოდ წასვლა უნდა აქედანო. ცხვარი შეხვდა ღორს და უთხრა, რომ აი, თურმე ესე დღეში ყოფილა ხარიო და საერთოდ წასვლას აპირებს აქედან და ცხოველები აპირებსო, რომ ყველა თან გაიყოლოსო. საღამოს მე პატრონე შედის ღორთან, საჭველი უნდა დაუყაროს და ღორი ეუბნება. ცხვარიო, თურმეო, ისე დღეში ჩაგიგდიაო და ისეთი დაღლილი ყოფილა, რომ ბუნტის მოწყობას აპირებსო. მეორე დღეს საწყალ ხარს გამოიჭრეს კისერი. და ძალიან ხშირად ესე ხდება, იცი? აი ზოგჯერ ის შენი სიტყვები მარტივი და არაფერი, აი ივლის და მერე შენთან ბრუნდება. გაფუჭებული ტელეფონი. ეს ადამიანი მერე ფიქრობს, რომ ვაი მე რაც დღეში ყოფილ ვარ. და ამ დროს აი ბუზისგან რო სპილოთ რო გადააქცევენ ხოლმე ბუზს და ამიტომ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა მე მგონია რომ ამ ორ ადამიანს შორის უნდა გაირკვეს და როდესაც ეს ადამიანები ამას ვერ ახერხებენ, რა თქმა უნდა მიდიან სპეციალისტთან და ნახე ჩვენ რას ვეძებთ, იმას კი არა. და იქ დადანაშაულება არ მიდის, რომ შენ რო ეს გააკეთე, მე რო ეს გავაკეთე და აი ამას ვარჩევთ, იქ არ არის ლაპარაკი, რომ შერიგება უნდა. ვეძებთ რა გვაქვს საერთო. სად უგებთ ერთმანეთს, სად გვაქვს ეს გადაკვეთის წერტილები. ის კარგი ხო გქონდა რა, ის ხო არსად არ გამქრალა, უბრალოდ შეიძლება დავივიწყეთ და გავიხსენოთ ეს კარგიც და მოვძებნოთ ის, რაც საერთო გვაქვს, რაც გვაერთიანებს და რახან მოვედი, ესე იგი ერთად ყოფნის სურვილიც გვაქვს. და თუ მე არ შემიძლია რომ შენ გაგიგო, როდესაც შენ მოდიხარ და მეუბნები, მაგალითად რომ იცი რა, აი ამ ჭიქას ასე რო დგავ, ეს მე საშინლად მაღიზიანებს და თუ მე ორჯერ და სამჯერ გითხარი და შენთვის ეს არაფერს არ წყვეტს, ხო და მაინც ესე დგავ ჭიქას, ესე იგი არ მithვალისწინებ. არ მithვალისწინებ და არ გათვალისწინებ არას ნიშნავს. ნაკლებ სიყვარულს. ვერ მხედავ. ხო, ვერ მხედავ და დავინახოთ ერთმანეთი. მოусმინოთ ერთმანეთს და აი კარგი კომუნიკაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მშობლებს შორის, მშობლებს და შვილს შორის, მეგობრებს შორის და გათვალისწინება და იმის გაგება, რომ მე რა მინდა მართლა. იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველას ჩვენი წარსულიდან გამომდინარე და ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გვესმის ერთი და იგივე რამე, ხო? და ძალიან მიყვარს ეს პეტრემ რა თქვა პავლეზეო, პეტრეზე მეტი გავიგებ, ვიდრე პავლეზეო. და ისიც აი ადამიანს რა დამოკიდებულება აქვს ჩემთან, პატარა სავარჯიშო. არ უბრალოდ შეგვიძლია ადამიანი როცა არ ელოდება, უცებ მიხვიდე, მხარზე ხელი დაადო და შემოაბრუნო. როცა არ გელოდება, თამაში ამ დროს გამორიცხულია. თვალებში ჩახედე და ზუსტად მიხვდები რა დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ. თვალები არ ტყუიან. მეორე წუთში შეიძლება გრიმასა შეიცვალოს, გაიოცოს, მაგრამ თვალები, აი თუ თვალები სითბოთი აევსო, აი უცებ რო დაგინახა, მიხვდები რომ ესე იგი ამ ადამიანს უყვარ ხარ და შენთან უნდა. ლაპარაკის დროს დააკვირდი, როცა საუბრობს ელაპარაკები და თუნდაც ფეხებზე დახედავ და ხედავ რომ ფეხების მიმართულება აქვს საწინააღმდეგო ხარ, ეს გერცული აქვს წავიდეს. სხეულისა და იმდეს გვეუბნება ხოლმე. თქვენ სხეულის ენაზე გადახვედით, რაც რასაც ჩვენი არაცნობიერი კითხულობს და თუმცა არსებობს ფილტრები ისეთი აღქმაში, რომ შესაძლებელია ისე დავამახინჯოთ რეალობა.
სინამდვილეში და ფაქტის ინტერპრეტაციამ სადღაც სხვაგან წაგვიყვანოს, რომ კომუნიკაცია შევწყვიტოთ და აი ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვით ლალი, რომ ადამიანებმა თუ არ ისაუბრეს და თუ არ რას გულისხმობ თუ არ გითხრა და მანაც არ უპასუხა შენ რას გულისხმობ, შესაძლებელია სიყვარულზე ვისაუბროთ და მე სხვა რამეს გულისხმობდი და თქვენ სხვა რამეს. აბსოლუტურად. და ნებისმიერი თემა არის გასავლელი იმ ადამიანთან, ვისთანაც ეს გაკავშირებს და არა საზოგადოდ, იმიტომ რომ რაღაც არსებობს ზოგადი ცნებები, პოსტულატები, რომლებიც შეიძლება მეტნაკლებად მოერგოს რაღაც მოვლენას, მაგრამ ჩაშლილად ისეთი იმდენი განსხვავებაა, რომ ორი ფოთოლი არ გავს ერთმანეთს და მithumetes ორი ადამიანი ვერაფრით ვერ დაემსგავსება და აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს თვალის კონტაქტი და თქვენ რო თქვით 15 წუთი ნეიროფსიქოლოგები ამბობენ რომ 30 წუთი ბავშვთან უნდა გავატაროთ თვალის კონტაქტით და მასთან ერთად ურთიერთობით. შეიძლება ეს მოხდეს იატაკზე დაждომით, თამაშით და უნდა ვეცადოთ 30 წუთი, ნახევარი საათი, არც ერთი შენიშვნა არ ამოგვივიდეს პირიდან. გასწორდი, გაიმართე, ესენუშვები, გაცივდები, ჩაიცვი, გაიხადე, ფეხი გასწორ. აი გაუთავებელი შენიშვნები, რომ ის ნახევარი საათიც რომ შევაჩეროთ, შესაძლებელია აბსოლუტურად სხვანაირი ისე გაივსოს ამ კონტაქტით ეს ბავშვი და ეს ადამიანი, რომ გადაფაროს ვთქვათ სხვა 24 საათი ბავშვთან ვარ ზოგჯერ იძახის ადამიანი და 24 საათი ტელეფონზე ვლაპარაკობ, საქმეს ვაკეთებ, სადილს ვაკეთებ, ვალაგებ, რაღაც ვკითხულობ, ბავშვსაც შენიშვნებს ვაძლევ, ვაჭმევ, ვბან და ითვლება რომ ბავშვთან ვარ და სინამდვილეში ის დრო არის შენიშვნები კი მოფერებაც რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ფილტრი ბავშვს რაც აქვს, მას გონია რომ ის არ არის საინტერესო, რომ ის მას ვერ ხედავენ და ეს გინდა ყოფილა, გინდა არა. აი ეს განცდა რომ ის განსაკუთრებულია, მას არა აქვს და ეს ხომ მშობლისგან უნდა ქონდეს. პირველ რიგში და იქნებ გადავიდეთ მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას. აი ძალიან კარგი რამე თქვი მარია ხა და მე მშობლებს ვაძლევ ხოლმე დავალებას. აიღეთ ფურცელი და გაყავით შუაზე, ერთზე დაწერეთ შენიშვნა, მეორეზე წახალისება, ან შექება. და უბრალოდ იმდენი ხაზი ჩამოუსვით დღის განმავლობაში, რას ეუბნებით ბავშვს. და უმეტეს 99% შემთხვევაში რა აღმოჩნდება, შენიშვნა 25-30 და წახალისება შეიძლება იყოს 1 ან 2. აი ეს ისეთი ნათელი მაგალითია, რომ თვალნათლივ ხედავ, როგორ ვექცევით ბავშვს და მე რა გვინდა რომ ლიდერი იყოს, თამამი იყოს და ამ დროს უკრძალავ ყველაფერს, არ დასვარო, არ გააჭუჭყიანო, ესე გააკეთე და რო ვეუბნები ხოლმე მშობლებს ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ თავისი ოთახი არეული აქვს, ესე დღეში ეჭყობებ და დაანებე თავისი ოთახია. როცა უნდა დაალაგოს, აი რო არ დაალაგებს, ან მიეხმარ ერთხელ ერთად დაალაგოთ, ერთად გააკეთოთ. ოღონდ აი ყოველდღე ჩხუბი ბავშვს აქვს პროტესტი. მე მყავდა ერთი შვილი და მშობელი, რომლებთანაც მუშაობდი და როდესაც ბავშვთან ცოტა ღრმად ჩავედით, რა მითხრა, იცი, ძალიან მინდა ხოლმე დაალაგებაო, დიდი გოგოა უკვე 15 წლის, მაგრამ რომ ახსენდება დედაჩემი ამას როგორი ტონით მეუბნებაო, აი ჯინაზე არ მინდა რომ დავალაგო. მე მინდა ისე გავაკეთო, როგორც მე მინდაო და დავაცადოთ ადამიანს, რომ თვითონ მოუნდეს, რომ თვითონ გააკეთოს. მაგალითი მივცე, მაგრამ არა შენიშვნით და არა ჭყობით, ხო? და ბავშვი საიდან ყალეს? როდის იწყება ბავშვი ჩამოყალიბება? დაბადებიდან 6 წლამდე ფაქტიურად ბავშვ სამყაროსთან ურთიერთობა და ადამიანთან ურთიერთობა უკვე ჩამოყალიბებული აქვს და მოგეხსენება პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში გვაქვს ცალკე მიბაძვის მოდელს ვეძახით ჩვენ, როდესაც პირველი ეს არის მე ურთიერთობა, მეორე არის შენ ურთიერთობა, როდესაც დედის და მამის ურთიერთობას უყურებ, მე ურთიერთობის დროს შენ როგორ გექცევიან, შენზე რა გესმის, რა სიტყვები, რა მოგცევა. მესამე არის მშობლების ურთიერთობა, საზოგადოებასთან, მეგობრებთან, ახლობლებთან, მეზობლებთან და მეოთხე სამყაროსთან და ღმერთთან ურთიერთობა. აი ეს მოდელი
ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვზე და როცა ჩვენ ამას ვიკვლევთ, უკვე ხვდებით, რომ საიდანაა აქ ის ქცევები, ის პატერნები, ის ჩადებული რაღაც რწმუნებულებები, რომლებიც აქვს და მე უკურთხმეს, რატო ვფიქრობ ესე? იმიტომ რომ ბავშვობაში რომელიღაცა მომენტში ან შენთან ურთიერთობაში იყო, ან მათ ურთიერთობაში იყო, ან სხვებთან ურთიერთობაში დაინახე, ან სამყაროსთან და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენება მარინა, ჩემზე კარგად იცი, რომ ბავშვთან რჩევები არ მუშაობს. მუშაობს მაგალითი. მე როგორც ვცხოვრობ, მე როგორც ვიქცევი. ბავშვს ეს გადააქვს. სამწუხაროდ, ჩემ დროს ძალიან პოპულარული იყო ეს ბიჰევიორიზმი, ამერიკული მოდელი, ბავშვი გაბრიტირა, ჩაკეტე და როცა დაწყნარდება, მერე გამოუშვდა აღარ იტირებს. კი. ერთხელ არა იყვან ხელში, მეორეთ არ მიხვდება, რომ ტირილსაზრე არ მაგრამ ნდობა ეკარგება სამყაროს მიმართ. წლამდე ბავშვი როცა იტირებს, აიყვანე, ჩაეხუტე, მოეფერე, ხო? და ესეთი ამერიკაში იყო ძალიან ხშირი, თურმე 60-იან წლებში, ახალშობილებში სიკვდილიანობა იყო ძალიან მაღალი. და აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ საავადმყოფოში, მთელ ამერიკაში, ერთ-ერთ საავადმყოფოში, ერთ-ერთ განყოფილებაში იყო დაბალი ეს სიკვდილიანობა და ვერაფრით ვერ იგებდნენ მიზეზი რა იყო. ჩაატარეს ბევრი კვლევა, გაიდლაინები ერთნაირი, მკურნალობა ერთნაირი, მიხედვა ერთნაირი და მერე ჩუმად დააყენეს კამერები ამ განყოფილებაში. და რა აღმოჩნდა? ამ განყოფილებაში მუშაობდა მედდა და იქ აკრძალული იყო ბავშვის შეხება და მოფერება კატეგორიულად. ეს იმ ბავშვს, რომელსაც უჭირდა, მიდიოდა ჩუმად, აიყვანდა, ჩაეხუტებოდა და ეფერებოდა. აი აქ იყო გადარჩენის დონე ძალიან მაღალი. და მის მერე მოხსნეს სხვათა შორის ეს და დაუშვეს, რომ ბავშვს თურმე მოფერება უნდა, ბავშვს თურმე ჩახუტება უნდა. ბავშვისთვის სამყარო რა არის? ადამიანი უმწეოა, ხო? თუ დედისგან იმან ის სითბო არ იგრძნო და ის ნდობა არ გაუჩნდა, სამყაროს მიმართაც აღარ აქვს ნდობა და არ მაქვს ნდობა ადამიანების მიმართ, რომ მეუბნებიან, ძალიან ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ აი ზუსტად ესე გაზრდილი ბავშვები არიან, რომლებსაც ეს დედის სითბო და ჩახუტება აკლდათ და მე რომ მკითხო ადამიანებს, რას დაუნიშნავდი, იცი? დღეში ერთი გულწრფელი საუბარი, ერთი 10 წუთიანი აუცება და ერთი 3-5 ჩახუტება. აი ბედნიერებისთვის წამალია. ხო, აღმოჩნდა, რომ ჩახუტების დროს ოპიატური რეცეპტორების გააქტიურება იწყება. ანუ სიამოვნების და სისავსის განცდა შემოდის ადამიანში და დაცულობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ეს მიდგომა, რომ იტირებს და გაჩერდება ბავშვთა სახლში, ბავშვები არ ტირიან. იმიტომ რომ მათთვის ტირილსაზრი არ აქვს და მეორე უკიდურესობაში შეიძლება გადავარდეს ადამიანი, რომ ისე გადავადება არ ასწავლოს ბავშვს. უკვე ცოტა 2-3 წლიდან სიამოვნების მიღების ეს რაღაც ნამცხვარი იქნება, ორწყობილა იქნება, კამფეტი იქნება, თუ რა ვიცი, რითიც ვახერხებთ მათ გახარებას, რომ ცოტა 5 წუთიანი, 10 წუთიანი გადავადება, რომ მე შეიძლება ისტერიული დღესვე და ამ წუთას და გუშინ უნდა ქონოდა და დღეს მით უმეტეს. აი რაღაც ეს ამ კონტინიუმზე ყოველთვის არის ხოლმე უკიდურესობები, რომლებიც ერთი მეორეს იწვევს, იმიტომ რომ ამპლიტუდურია, იქიდან შეიძლება იქით გადავარდეს ადამიანი და პირიქით და ამიტომ ადამიანურ ურთიერთობას, ჩახუტებას, მოფერებას, ტკბილ სიტყვას ალტერნატივა არ აქვს და იცით რას ვფიქრობ, ეს ხო ენერგია, ეს ხო სითბო და აკუმულირდება და ის ადამიანი მერე ამ აკუმულირებულ სითბოს ისევ ხო გამოსცემს უკან, ის ხო არ იკარგება და აი როდესაც თქვათ იტირე და გაჩერდები და ესე შეიძლება ძალიან სასტიკი ადამიანი გაიზარდოს, მისთვის შენი ცრემლი არაფერს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ხო რა გაჩერდები დიდი ამბავი თუ ტირი. რა ვხვდები, რომ არ უყვარხარ არავის. არა გაქვს ეს სიყვარულის ემოცია, შეგრძნება, რომ ვინმე სჭირდები და ვინმეს უყვარ, როცა არ გეფერებიან და არავისთვის საჭირო არ ახარ. მაგრამ რასაც ამბობდი, მაგრამ ეს უკიდურესობები ყველაფერს აფუჭებს. იქი და ზემზრუნველობა, ერთ-ერთი პრაქტიკულად იგივე შედეგს იძლევა, რასაც უყურადღებობა, ხო? და ერთი მულტფილმი მაქვს ნანახი, როცა დედა ჩიტი თავის ბარტყს უშვებს
იმისთვის რომ ხო ფრენა ისწავლოს. ახალი ნასწავლი აქვს, ფრენა გაფრინდება და ცივა და ეძახის მობრუნდიო ერთი წუთიო ჩააცმევს ჟაკეტს. გაფრინდება ეს ბარტყი უკვე ცოტა ნელა მიფრინავს. მობრუნდი ხა ქუდს დაახურავს. გაფრინდება უკვე უფრო ნელა მიფრინავს. მობრუნდიო გაახსენდება და მოკლედ ხელთათმანებს ჩააცმევს ბოლოს და ჩამოვარდება. ხო და აი ფრენას უშლით ჩვენ შვილებს და ამ ფრთებს ვაჭრით ძალიან ხშირად. რა თუ არ შეეშალა, ვერ გაიზრდება. არ წაიქცეს. არ უნდა წაიქცეს, ის ტკივილიც უნდა იცოდეს. ბავშვი როცა თამაშობს და წაიქცევა, უცებ წამოხდება, გაიქცევა და საღამოაჩენს, რომ ფეხი გადატყავებული აქვს. როცა ის ჩართულია და როცა ის მთელი ემოციით არის იქ და ამ დროს შენ გულს იხეთქავ, რომ ვაიმე ეს არ ვაიმე ეზოში, ვაიმე ძაღლი არ მოკიდეს. კატას ვერ დავიცავთ ყველაფრისგან და მივცეთ საშუალება, რომ კონდეს შეხება. განსაკუთრებით მე ვთვლი, რომ აი ბუნებასთან შეხება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან თერაპიულია, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია და ის, რომ თუ სოფელი აქ ხო არაჩვეულებრივია. ბავშვმა უნდა ნახოს ცოცხლად ეს ყველაფერი, სხვანაირები იზრდებიან, სხვანაირი ნამდვილ ბალახზე უნდა გაიაროს. და არა გაზონზე მარტო იმ დღეში უნდა გაიქცეს ის სოკოც უნდა ნახოს როგორ ამოდის და დადგმეს იმ ხეებთან ურთიერთობით ჩახუტებით რა ვიცი მე მგონი ბავშვებისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მშობლებისთვისაც პიკნიკი მოვაწყოთ თუნდაც თვეში ერთხელ ხო ყოველ კვირა ვერ ვახერხებ დრო არა მაქვს ნახეთ დრო გვაქვს ყველაფრისთვის და ჩვენი შვილებისთვის არა გვაქვს და მე ჩვენ შულთან რო პრობლემები იქმნება და ღმერთმა დაიფაროს და არამედ მე დრო გვაქვს და ამიტომ ჯობია რომ ჯერ ეხლა გამოვნახოთ დრო მამების ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კაცი აი ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე და მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს რასაც ფსიქოლოგიაც უფრო სწორედ ფსიქოლოგიურადაც გამართლებული რა არის რომ კაცი უნდა იყოს კაცი კაცი უნდა იყოს დაცვა, კაცი უნდა იყოს ზრუნვა, მამაკაცი უნდა იყოს უსაფრთხოება, ქალი უნდა იყოს ამ ოჯახური ხო, აი გაათბოს ეს ყველაფერი და ოჯახური სითბო შეინარჩუნოს. გარეთა საქმეები უფრო კაცმა უნდა მოაგვაროს. აი საიმედოობის განცდა უნდა მამა მოიტანოს და ქალი როდესაც ოჯახს ქმნის, ეს მოლოდინიც აქვს, რომ მამაკაცი უნდა იყოს მამაკაცი. უნდა იყოს შენი დაცულობის გარანტია. არწივებს აქვს ძალიან საინტერესო როგორ ირჩევს არწივი მეწყვილეს. იცი როგორ ირჩევს? აი ძალიან საინტერესოა. დედალი არწივის გულის მოსაგებად რამდენიმე არწივი ხო ცდილობს მამრი რომ მოიგონ გული. და რას აკეთებს? იღებს დიდ ჯოხს დედალი არწივი ძიმეს აფრინდება მაღლა და ჩამოაგდებს. აი რომელი არწივიც ამას დაიჭერს. იმასთან ხდება შეჯვარება და რა ხდება? იმიტომ რომ მართვი არის ძალიან ძიმე და როდესაც ის ფრენას სწავლობს, ცოტა რო ვარდება და მამა არწივს უნდა შეეძლოს, რომ ეს დაიჭიროს, ამოიყონოს და ბუდეში ჩასვას, სანამ ფრენას ისწავლის და აი ზუსტად ეს დანიშნულება აქვს მამაკაცს და როცა ვერ ასრულებს, იქ ოჯახის სკოლა იწყება. და ერთელი უსაფრთხოება აი ეს ღერძი არის აწყობილი ამაზე, იმიტომ რომ ერთმა ჩემო ძალიან ახლობელმა ადამიანმა, რომელიც ბავშვობაში გარდაეცვალა დედამ, ესეთი რამ თქვა, რომ ჩემთვის ომზე ჩაქრაო. ხო, როგორ თქვა. ისეთი სახში ბნელოდაო, მარტო მამაკაცები დავრჩითო, მამა და ძმები. და აი ის რაღაც სითბოს რონა და მიზიდულობა რაც აქვს ამ ცენტრისკენული ძალა დედას და ქალს, რომელიც აი ყველაფერს თავისკენ იზიდავს, აი და ამის მერე ეს მეტაფორა მე ძალიან ხშირად მიხმარია, რომ მართლაც ქალი მზესავით არის და მამაკაცი ის გარე ორბიტა, რომელიც მას იცავს, შიგნით მყოფ გარშემო უნდა ურბინოს, დიახ. ზუსტად. და ძალიან ის არის აი მზის სისტემას გავს თითქოს ოჯახი ამ ხრივ და ამ გაგებით. და აქედან გამომდინარე თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ არსებობს ქალსა და კაცს შორის ბალანსი ისეთი ოჯახში, რომელიც სულ არ ნიშნავს რომელიმეს ან ჩაგვრას ან რაღაცა უფლებებზე
ცოტათი იცით სასაცილო ის მიიღო ამან რაღაც მაგალითად როდესაც არის ლაპარაკი ბავშვი როდესაც არის მუცელში ნაყოფს რო ეძახიან და ის არის ადამიანის სრულყოფილი ხა ვიღაცა რო ნაყოფს ეძახის ამით იმისი ღირებულება არ კნინდება ხო და თვითონ ბავშვი მთელ ენერგეტიკას იღებს დედისგან ანუ მიტოქონდრიები დედისგან და მამისგან არის პლაცენტა ნახეთ ღმერთმა როგორ ჩადო რა სიბრძნე არის ჩადებული ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს მამა აკეთებს ფილტრს დაცვას ყველაფერი უცხო და არასასურველი უნდა თავის თავზე აიღოს და იცავს და დედა აძლევს მას ენერგიას და ენერგეტიკულ მთელ ამ ბალანსს და გარდა ამისა აბსოლუტურად სხვა ჰარმონიული და სიმფონიური ურთიერთობა დედა-შვილს შორის იგივე როდესაც ის არის მუცელში მაგრამ მამის როლი იქაც კი განისაზღვრება უსაფრთხოებით და დაცვით და ამიტომ არის ხშირად იცით ძალიან ბევრი დანგრეული ოჯახია და ვერც დედა ვერ იღებს მამის ფუნქციას თავის თავზე და მამას კიდე მით უმეტეს დედობა არანაირად არ შეუძლია. კი, ძალიან მნიშვნელოვანია და მაგასთან დაკავშირებით ზღაპარს მოგიყვები. აბა, მიყვარს თქვენი ზღაპარი. ზღაპარი ძალიან მიყვარს, ძალიან დიდი სიბრძნეა ამ ზღაპარში. ეს არის კოლექტიური რაღაც. ხო, მთა. დიდი მთა დგას თავისთვის და ქარს შეუყვარდა ეს მთა და მთასაც შეუყვარდა ქარი და ეს ქარი მიეხლება ამ მთას, ეფერება, ეჯახება, უნდა რომ შეერწყას და მთას ჩამოტყდა ერთი ლოდი ჩამოვარდა მეორე და უთხრა რომ იცი რაო ცოტაო ნაზად არ შეიძლება იმიტომ რომ მე მიყვარხარო და მინდაო რომ შენში გავერთიანდეო და იცი რა შენ მე მანგრევო და ცოტა ხანში ჩემგან არაფერი არ დარჩებო ქარი დაფიქრდა და ნაკლები ინტენსივობით დაიწყო ხო მიეხლება, მოეფერება, თასაც უხარია, ნიავსაც უხარია, ქარსაც უხარია და აღარ ანგრევს. ნახე, შერწყმა აღარ ხდება, მიახლოვება ხდება, მოფერება ხდება. და ეს ჩემთვის არის ქალის და მამაკაცის მეტაფორა ისედაც იქ. თქმულებაში, იმიტომ რომ აი ზომაზე მეტი და რომ უნდა თქომი რომ ადამიანი ქალი გათხოვდა და მორჩა, მოიქცა იმის ქვეშ გვერდზე არ გაიხედოს, ცალკე არ გავიდეს უნდა ვიცოდე ვის წერს, რას აკეთებს, ვისთან მიდის, ერთად ვიაროთ, ერთად ვაკეთოთ, ყველაფერი ერთად. ნუ ზოგჯერ ხალხს აქვს იგივე მოთხოვნილება, კაცას და ქალს. იგივე, რა მნიშვნელობა აქვს და აი ზუსტად ეს რომ ქარი რომ მიეხლება, მოელამუნება, მოეფერება, მერე ტოვებს ამ მთას და მიდის სხვაგან გაინავარდეს. ეს მთაც არის ბედნიერი, იმიტომ რომ იცის რომ ეს ყოველთვის დაბრუნდება და ყოველთვის არის. აი ეს მეტაფორა მე მგონი ძალიან ბევრს ამბობს იმაზე, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს. შევეხოთ, ვიურთიერთოთ, გქონდეს ურთიერთობა, ჩვენ ჩვენი სივრცე დავიტოვოთ, თუმცა მეორე უკიდურესობაა, ხო? ზოგიერთ ადამიანს ზუსტად ეშინია, რომ ეს საკუთარი სივრცე არ დაკარგოს და ნაბიჯს ვერ დგავს, რომ საზღვრები უნდა იყოს ზომიერი, რაღაცა დოზით. ძალიან დიდი საზღვარი და იმის იქით არ შეიძლება დარჩები მთელი ცხოვრება მე მარტო და ესეც არის უკიდურესობა ისევ იქამდე მივდივართ ხო ბალანსი რაღაცა დონეზე მიახლოება ურთიერთობა შემდეგ ისევ შენი საქმე მე ჩემი საქმე მოვედით გავუზიაროთ ერთმანეთს დავინტერესდეთ ერთმანეთით და დავეხმაროთ ერთმანეთს ნახე აი გვერდში დგომა კაც რა უნდა ხალისგან ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის მხარდაჭერა გვერდში დგომა უნდა ინტერესი უნდა პირველ რიგში და ძალიან ხშირად ეს არ არის იცით რა სითბოც უნდა და ვალიდაციაც ორივეს უნდა ეგ იცით რა არაფერი თავისთავად არ არის თავისთავადი არ არის ის რომ ადამიანი რაღაცას აკეთებს და იგულისხმება ზოგისთვის რომ აბა უნდა ქნას აი მადლიერება რაც არის უნიშნელოვანესი ადამიანის სისავსისთვის, იმიტომ რომ უმადური ადამიანი ყოველთვის ცარიელია, მას ვერ ავსებ, როგორც გახრეტილ მას მილს და ჭას ვერ გავსებ, ისე ვერ ავსებ. დაფასება, პატივისცემა, ახტოვანება,
პატივისცემა, აი ეს 4 ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რაზეც დგას ურთიერთობები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თუ ამის უნარი გვაქვს, ერთმანეთი დავინახოთ, ერთმანეთის მადლიერებ, ერთმანეთი დააღვფრთოვანდეთ, აი რაღაცა ყოველთვის არის, ხო? და აი ამბობ, აი იმათთან ესე ხდება, ამათან ბაღი როა იყო, ვიღაცას ჩრდილი უნდა, ვიღაცას მზე უნდა, რომელიღაცა მცენარეს, ვიღაცას მეტი მორწყვა უნდა, ვიღაცას მორწყვა საერთოდ არ უნდა. გავიცნოთ ერთმანეთი, ჯერ საკუთარი თავი და მე ერთმანეთი, მე რა მინდა, რომ ვიცი, გავაგებიდებ ამ ჩემ პარტნიორსაც, ხო, რა მინდა. და უნდა უთხრა, ადამიანი ვერ ხვდება ზოგჯერ მისთვის სულ სხვა რამეა, ხო? ვიღაცას ბევრი მზე უნდა და რუჯი უყვარს, ვიღაცას საერთოდ არ უყვარს ეს რუჯი და ჩრდილში ყოფნა უნდა. ერთი და იგივე რამეს, აი სხვადასხვა კუთხიდან შეხვედრა და ემპათიის უნარი, რომ გავითვალისწინო სხვა ადამიანი და შემეძლოს გავიგო მას რა უნდა, მაგრამ ამისთვის რა არის საჭირო საუბარი, ხო? აუცილებლად საუბარი. ზოგჯერ მე რაღაცას ვერ ხვდები და უთხრათ ერთმანეთს. და აი წახალისების ნაწილში აუცილებლად ერთი რამ გამახსენდა და უნდა თქვა დედების ბევრი ტიპი არსებობს, მაგრამ აი ამ წახალისების ნაწილში ორად იყოფიან. ერთი არის და არ ვიტყვი ხა რომელ ეროვნებაზეა ეს ნათქვამი, ბავშვი მოდის და ვთქვათ რაღაცა 5 დავალებიდან 1 გააკეთა და 4 ვერ. დედა ეუბნება რომ ყოჩახეს რომ გააკეთე, იმ ერთზე აკეთებს აქცენტირებას, რომ რომელიც გააკეთა, ჯერ და ან მას უჭერს მხარს, ანუ მხარდაჭერას. და არის მეორე კატეგორია, რომელიც პირიქით 4 გააკეთა და 1 ვერ გააკეთა და იმ ერთის გამო შეიძლება ტყავი გააძროს. ბავშვს და ის 4 არაფრად ჩაუთვალოს. თვითონ ადამიანებიც მეორე მხრიდან ჩვენი აუდიტორია თქვენი მეტაფორების არ იყო ძალიან განსხვავებულია, ზოგს მართლაც მორწყვა უნდა და ზოგს არა. და ამიტომ არის შვილები სხვადასხვანაირები იზრდებიან ერთ და იგივე დედასთან და მამასთან. ჩვენც განსხვავებულად ვექცევით, უნდა ვაღიაროთ და ისინიც აბსოლუტურად სხვადასხვები არიან და განსხვავებულად იღებენ ამ ჩვენ მეთოდებს და შესაბამისად უკავშირით ზოგჯერ მშობლისთვის შეიძლება გასაოცარი იყოს. ამიტომ დავინახოთ საღი ნაწილები და სიკეთე და იმ სიკეთესთან მივიდეთ, მივიახლოთ და ადამიანს აქვს თვით აღდგენის არაჩვეულებრივი საშუალება. ეს შეამჩნიეს ჰუმანისტებმა ძალიან კარგად, რომ უპირობო მიღება ადამიანისთვის არის მაკურნებელი. ანუ, როდესაც პირობას კი არ გიყენებ, მე ისეთი შენს გადაკეთებას არ ვაპირებ მე, მაგრამ აუცილებლად გადაკეთდება ადამიანი და ეცდება, რომ იმ ბინ ოთახის დაალაგების არ იყოს, რომ დაალაგოს და გააკეთოს ის, რაც შენ თუ შენ უყვარ ხარ, რაც შენ გსიამოვნებს. როდესაც ეს სიამოვნება, ხო, მაგრამ როცა ესია გაზრდილი და მაგალითზე ხედავს, რომ ესია, თვითონაც ეს სიამოვნება პირობებში. და აქ კიდევ აუცილებლად დავამატებ, რომ აუცილებელია ეს დისციპლინის და რაღაცა რიტმულობის შემოტანა ურთიერთობაში, ანუ ჩემი მაგალითი უნდა იყოს ეს, ჩვენი მაგალითი და მისი შეყვარება როგორც ინსტრუმენტის, იმიტომ რომ არაფერი აცაბაცა და უსისტემოდ ადამიანი ვერაფერს ვერ მიაღწევს, ან ძალიან ცოტას მიაღწევს, ან შეიძლება მიაღწევს და ისევ დაკარგოს და ეს სისტემა, ეს დისციპლინა, ეს ყოველდღიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ბავშვებთან, ხო? განსაკუთრებით ბავშვს რიტუალი აუცილებლად სჭირდება და განსაზღვრული, აი ის, რომ ამ დროს ამას აკეთებს, დაცულობის შეგრძნებას აძლევს. პატარა რო იყო ვაჩე, მოსას ზღაპარს რო უყვებოდით ხოლმე და ოდნავ რამეს რო შეცვლიდი, აპროტესტებდა, არა, ესე კი არა ესეა. ანუ პირველი ვარიანტი რაც იყო, ისე ვის უნდა მოგეყოლა. იმიტომ რომ ზღაპარში ცვლილებაც კი უკვე უნგრევს იმ დაცულობის შეგრძნებას და ეს არის აუცილებელი მოთხოვნა და ძალიან საინტერესო ამბავი გამახსენდა. წიგნის სათაური აღარ მახსოვს და მახსოვს ჩემს ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სადღაც 60-იან წლებში იყო ამერიკელი ქირურგი, პლასტიკური ქირურგი, რომელსაც ძალიან საინტერესო აღმოჩენა გააკეთა და ის ამბობდა, რომ ჩვენ თაობაში ოსო საუკუნის აღმოჩენაო, ადამიანებს, რომლებსაც უკეთებდა ოპერაციას და ცვლიდა გარეგნულად ორნაირი რეაქცია ჰქონდათ. ადამიანების ნაწილი,
აღფრთოვანებული იყო და გიждდებოდა ამ ახალგარეგნობას რო ხედავდა და მეორე ნაწილი ჩვეულებრივად იღებდა და რა აღმოჩნდა შინაგანად ის თავის თავს სხვანაირად ხედავდა სულ სხვანაირი წარმოედგინა ანუ ისეთი წარმოედგინა როგორიც გახდა სარკეში რო ვიყურებით რასაც ხედავთ ეს არ არის ძალიან ხშირად შიგნით რას ხედავ ეს არის და აი შიგნით რასაც ხედავ და მე ამის იმჯერა მინდა არ მინდა აქეთკენ მივდივარ და რითიც დავიწყებთ ალბათ იმითი ვამთავრებთ რომ პირველ რიგში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის გაცნობა ხო და ურთიერთობა საკუთარ თავთან მთლიანად ამოიწურა თქვენთან საუბარი ერთ სიამოვნებაა მე იმეც ვიტყობ რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება და კიდევ მობრძანდებით ჩვენთან მე კი შეგახსენებთ რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ლალი ბადრიძე კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე